მოგესალმებით და მადლობა ორგანიზებისთვის, ყველას, თითოეულს, ვინც აქ ხართ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, შეწუხებისთვის და იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ესწრებით ძალიან მოკლედ ვთქვა თავარი სათქმელი. გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მონურ მორჩილებაში ყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები 88 მონურ მორჩილებაში ყოფმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას და მე ვფიქრობ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი იმას, რასაც ახლა ვიტყვი. განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა. თქვენს მე დარწმუნებული ვარ, თქვენი მშობლებიც ჟურნალისტებს მიმართა, დარწმუნებული ვარ, ოპერატორების ოჯახის წევრები, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეების იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესწოლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა ახორციელეს თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს და ეს განცდა დაეუფლა ყველას და სწორად ამიტომ სტიქიურად ყველანი განურჩევლად პოლიტიკური მწამსისა ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე. და ერთ-ერთი ვიყავი მე, ერთ-ერთი. და იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი ამ გრძნობით, რომელმაც ჩათვალა, რომ მას სულში შეურაცხყოფა მიაყენეს. ამიტომ მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, აი ამ ადამიანების სახელით, ვიზეც მე ვისაუბრე, ვისაც თვალები დათხარეს და ვინც ხმა აიმაღლა შეურაცხყოფაზე. აი ამ ადამიანების სახელით აუცილებლად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას. ეს არის ძალიან დიდი დამცირება. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. და მოდი აქვე უთხრათ ერთმანეთს სიმართლე, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს არის მონობა. ერთ მხარეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის ხალხის, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს არის საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, ძვირფასო მეგობრებო, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელი აქ უკან დახევა და შეუძლებელი არის უსამართლობას თავი დავუხარო. ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, სანამ არ ვუზრუნველყოფთ და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენთან ერთად და ეს მოხდება და ამ დღეს მე ვხედავ ყველანი ერთად არ ვუზრუნველყოფთ ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას არ არის.
მე გული წყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილმა უკვე მეორეჯერ გამასამართლა, მაგრამ ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვეღარც მიიყვანენ, ეს არის გამორიცხული. არ ჩამითვალოთ ხმამაღლად ნათქვამში, მაგრამ კანით გვძნობ, რომ ეს ადამიანები, ეს 88 ადამიანი შველას საჭიროებს. ისინი უნდა ვიხსნათ, ისინიც უნდა ვიხსნათ მონური მორჩილებიდან. დიდი მადლობა ხარდაჭერისთვის ყველას თქვენის მეშვეობით. მინდა უამრავ ადამიანს გადავცე და შეუთვალო მადლობა, რომ ის რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება, მე არასოდეს არ მიგძვნია, ამის მსგავსიც კი. და თუ კი ვინმეს ეჭიებარებოდა, რომ ნიკამელია დაიხევს თუ არ დაიხევს და რას გააკეთებს, თქვი და გავიმეორებ, ახლა თუ კი რამე არის დანაშაული გავრილოვის იმ ცნობილ სავარჯიშოში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა. იმიტომ რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქის ხმალად ჩვენ თითოეული ჩვენგან. და ამ ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. მადლობა, წარმატებები თქვენ, არანაირი დამორჩილება ამ უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ ბუნებრივი არ იქნება. დიდი მადლობა. ამის თქმა მინდოდა ძალიან მოკლედ ახლა, დანარჩენს მოგახსენეთ მოგვიანებით. გამარჯვებამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა.